გამარჯობა, მე ვარ კახა კოზმანაშვილი, დეველოპერული კომპანია ზიონის ტექნიკური დირექტორი. დღეს წარმოგიდგენ თბილისის უნიკალური პროექტის ზიონი გრწანიშის საელჩოებთან მშენებლობის პროგრესს და გაგაცნობთ იმ უპრეცედენტო ხარისხის სტანდარტს, რომელსაც უძრავი ქონების ბაზარზე ვამკვიდრებთ. ზიონისთვის საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად ვირჩევთ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ჩვენს ხედვასა და მოთხოვნებს. პროექტის მონოლითური კარკასი უკვე დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს არამზიდი კედლების მოწყობა ბეტონის ბლოკით. სტანდარტის შესანარჩუნებლად ავირჩიეთ ინოვაციური საყალიბე სისტემა, რისთვისაც გამოვიყენეთ ავსტრიული ბრენდი დოკას საყალიბე მასალა, რომლის შედეგად მიღებული ბეტონის ზედაპირის ხარისხით ზედმიწევრით შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს. კონსტრუქციული სამუშაოების უმაღლესი სტანდარტის შესასრულებლად დაუკავშირდით კომპანია GTC Constructions, რომელიც წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მაცხოვრებლებისათვის ჰარმონიული და თავისუფალი სივრცე შეგვექმნა. აქედან გამომდინარე არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებისას გადავწყვიტეთ, რომ პროექტს უმეტესად ქონოდა ჭერის ფარული რიგელების სისტემა, რის გამოც არ გვხვდება დამატებითი კონსტრუქციული ელემენტები ბინაში. ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრი და 40 სანტიმეტრია, რაც ევროპულ სტანდარტებსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება. მის იზოლაციის შემთხვევაში მიზნად დავისახეთ უიშვიათესი აკუსტიკური კომფორტი. შესაბამისად, ავირჩიეთ სკანდინავიური ბრენდი აკუკონი, რომელიც აკუსტიკისა და ვიბრაციის კონტროლის სფეროში ნომერ პირველი ექსპერტია. პროექტში მივახცევთ 60 დეციბელამდე ხმის იზოლაციას, რაც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს მაცხოვრებლების სიმშვიდესა და პრივატულობას. კომპლექსში გათვალისწინებულია ინოვაციური და ენერგოეფექტური A-კლასის ცენტრალური გათბობა გაგრილების სისტემა, რომლის ერთიან საინჟინრო სამუშაოებს ასრულებს კომპანია კასა კალდა, თბილის სახლი. ამ სფეროს ლიდერი კომპანია საქართველოში. საინჟინრო სამუშაოების მონიტორინგს კი ახორციელებს წამყვანი მენეჯმენტ კომპანია CQM. ამ ეტაპზე დასრულებულია საცურაო აუზის, პანდუსებისა და გარე ეზოების ტერასული კედლების მონოლითური კარკასი. შემდეგ ეტაპზე კი იგეგმება საინჟინრო არქიტექტურული და საფასადე სამუშაოები. აგეგმილია შიდა სივრცეების მოპირკეთება, ბინების პრერემონტის კონდიციამდე მიყვანა, ვიტრაჟის სამუშაოები და ფასადის მოპირკეთება ევროპული ტერაკოტას ფილებით. მშენებლობას ვახორციელებთ განსაზღვრული ვადების სრული დაცვით და 2027 წლის ივნისში